ნაციონალური მოძრაობის მიმართვა პროკურატურას პარტია ითხოვს აღიძრეს სისხლის სამართლის საქმე კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ნაციონალური მოძრაობა ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის ოფიციალური მოსკოვისთვის გადაცემის წინააღმდეგია. საკითხს ეხმაურება სახალხო დამცველიც. თემაზე რატი ხვისტანი მუშაობს და ის პირდაპირ ეთერში საუბრებს, რატი გისმენთ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გიორგი ცერცვაძის დაკავების გამო უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. პარტიამ უკვე შეიტანა პროკურატურაში შესაბამისი მიმართვა და ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ სახეზეა სულმცირე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა. პირველი შეეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ხოლო მეორე უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში ხელის შეწყობა. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ უნდა დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც იმის გამო, რომ გიორგი ცერცვაძე საზღვარზე გაატარეს ისე, რომ მას არ განუმართეს, რომ ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ პასუხი ამ საქმის გამო უნდა აგოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა. ჩვენ გვაქვს მაგალითი ღალატისა, რომელიც ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ. ძალიან სამწუხაროა ივანიშვილმა მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით დაიწყო სადამჯელო ოპერაცია იმ გმირების წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას წლების განმავლობაში და ამის მაგალითი არის გიორგი ცერცვაძე და ის არ გააფრთხილეს იმ საფრთხის შესახებ, როდესაც ის საზღვარს ტოვებდა საქართველოს საზღვარს, იმ საფრთხის შესახებ, როდესაც ფედერაცია ეძებდა მას. ეს არის სხვა მტრულად განწყობილი სახელმწიფოსათვის დახმარების გაწევა 319 მუხლი, რომელიც ასევე დარღვეულია, როდესაც ამ ადამიანის მონაცემები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას, ისე რომ გია ცერცვაძემ არაფერი იცოდა. ამ ადამიანს უბრალოდ შეიძლება აეღო ბილეთი და პირდაპირ რუსეთში ჩაფრენილი იყო, იმიტომ რომ მისთვის აბსოლუტურად არ იყო ცნობილი, რომ რუსეთის მხარის მიერ ეს ადამიანი ინტერპოლით იძებნებოდა. ეს პასუხისმგებლობა არის საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების პასუხისმგებლობა, ეს პასუხისმგებლობა არის იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობა და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა. გიორგი ცერცვაძის უკრაინაში დაკავებას ეხმაურება სახალხო დამცველი სუჩან ანუაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაიცვას. ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქის უფლებები ყველგან, მათ შორის უცხოეთშიც და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მტრულ სახელმწიფოში არ მოხდეს მისი გადაცემა, მტრულ სახელმწიფოსთვის არ უნდა მოხდეს რეალურად ამ ადამიანის გადაცემა. აქედან გამომდინარე, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული იმისთვის, რომ თუ კი რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, სწორედ ქართულმა სასამართლომ, ასე ვთქვათ, მოახდინოს რეაგირება ამ შემთხვევებში. შეგახსენებთ, რომ ქართველი ოფიცერი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დააკავეს რუსეთის მოთხოვნით, რომელმაც მას ინტერპოლის მეშვეობით ძებნა გამოაცხადა მასზე. რუსეთის ფედერაცია გიორგი ცერცვაძეს 2003 წელს ჩადენილ დანაშაულს ედავება, როგორც რუსეთის ოფიციალური წყაროები იუწყებიან, საქმე ეხება განსახმკვლელობის საქმეს. მადლობა რატი, ეს რატი ხვისტანი იყო.